მოდით დავიწყოთ უშუალოდ ელენა ხოშტარიას ამბით, რომელიც დააკავეს იმისთვის, რომ ამ ბანერზე გააკეთა წარწერა სოლიდარობის ნიშნად და შემდეგ გირაოს გადახდაზე უარი თქვა, ამიტომ ის იქნება უახლოეს მომავალი ციხეში, ხომ? ეს მისი პოლიტიკური არჩევანი იყო, ერთგვარი პროტესტის ფორმაც, თუ არ თანამშრომლობის მოდელობაში ყოფნის გამოვლინება, მაგრამ ამის მიღმა რამდენად სარგებლიანია სიტუაციისთვის თქვენი აზრით, როდესაც კიდევ ერთი ლიდერი დააპატიმრეს და გარეთ სულ უფრო ნაკლები პოლიტიკური ლიდერი რჩება, ვისაც პოლიტიკურ პროცესზე უნდა კონდეს პასუხისმგებლობა. გამარჯობა, მადლობა რომ მომიწვიეთ. არ არის პირველი შემთხვევა, როცა ელენეს აკავებენ. ჩვენ გვახსოვს ძალიან ხმაურიანი შემთხვევა რამდენიმე თვის წინ და ზოგადად რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს არის მეოთხე კოალიციის ლიდერი, რომელიც ციხეშია და ფაქტობრივად ჩვენ კოალიციას ყველა მისი ლიდერი ციხეში ყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით აი ამ ართანამშრომლობის ალბათ ყველაზე უფრო აქტიური, ასე ვთქვათ, მხარდამჭერები ამ პოზიციისა, ართანამშრომლობის პოზიციის, ამ თანამშრომლობის მიდგომის, რომელიც ჩვენი აზრით არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასეთი ავტოკრატიული რეჟიმების ჩამოშლისთვის და ეს ჩვენ არ ვიცით უბრალოდ რაღაც გუმანის დონეზე ამ თქვათ რაღაცა იმის რაღაც საბეჭდილების რომელიც დაგვრჩა საქართველოში ეს არის ძალიან კარგად შესწავლილი მეთოდი იმისთვის რათა ავტოკრატიები დასრულდნენ. იმიტომ რომ კოოპცია ხო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საყრდენი ავტორიტარული რეჟიმების სოფლიოში კოოპშენ ეს ყველა ავტორიტარული რეჟიმის აღწერისას ძალიან სერიოზულ ადგილს იკავებს ხოლმე, რადგან ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ თანამშრომლობაში შეტყუება მათი მოწინააღმდეგეებისა და ეს ძალიან კარგად გამოსწორდა ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი ხნის მანძილზე და ას გვახსოვს ჩვენ მაგალითად როგორ შეიტყუებდა ხოლმე აი გულწრფელ ოპოზიციონერებსაც კი მაგალითად სახალხო დამცველის არჩევისას ხო და როგორ გადაუნაწილებდა მათ პასუხისმგებლობას იმ უსამართლობაზე მე რასაც ვნახავდით ხოლმე. გვახსოვს როგორ შეიტყუებდა ხოლმე ოპოზიციონერებს მოსამართლეების თუ იურიდიული საბჭოს არჩევნებისას და ბევრი ისეთი შემთხვევა იყო ხო სულ არაფერი თქვა შანმიშელის შეთანხმებაზე და ისეთ შეთანხმებებზე, როდესაც ხალხს იჭერდა და მე ავალდებულებდა სხვებს, რომ ამაზე წასულიყვნენ და რაღაცნაირად შესულიყვნენ თანამშრომლობაში, ხო? სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა აი ამ ჩვენი მიდგომით მე ვფიქრობთ, აი რაღაცნაირად დაკარგა ეს საყრდენი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კაფიო მაგალითები თანამშრომლობაში დაბრუნებისა, ლელუსი და გახარია, რომელიც მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ სასაცილოა და გადამსა ღალატია ამ პროცესის და ფაქტია რომ არ ემსახურება ეს ამ რეჟიმის მორყევას და შეცვლას. გარდა ამისა არსებობს ძალები, რომლებიც აჩვენეს თანამშრომლობის მაგალითი და ამან შეცვალა დისკურსი ქვეყანაში. ის რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფაიძე თვეების მანძილზე უკვე სხედან ციხეში, იმიტომ რომ უბრალოდ არ დაუკრეს თავი რეჟიმს და არ აღიარეს მათი ლეგიტიმაცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ, ვინაიდან ამით იწყება ჩვენი უარით თანამშრომლობაზე, ჩვენი უარით მივიღოთ მათი დღის წესრიგი, სინამდვილეში სამართლიანი ჩანაცვლება, იმიტომ რომ მათ ძალას ეკარგება ყოველგვარი ეფექტიანობა თუ კი ჩვენ გავზდით იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც იქნება არ თანამშრომლობაში რეჟიმთან როდესაც მათ აღარ ექნება ძალა იმისა, რომ უბრალოდ აღასრულონ საკუთარი პოლიტიკა და რაღაცნაირად აჩვენონ სამართლიანი. ეს ასევე მოქმედებს, ვიდრე თუ ჩვენ დღეს უყურებთ მაგათად როგორ ხვდება აბუ-დაბის შეიხს, ხო, საამიროების პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილი და როგორ რაღაც მესამე თუ მეოთხე კაცად არის იქ საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული კაცი. როგორ მესამე კაცად არის იქ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული კაცი. საერთოდ რა ფორმატია? ხო, ვინაიდან დღეს უკეთესი პირადი ურთიერთობა დღეს როგორც ჩანს ამ ეკონომიკის მინისტრად წოდებულ ადამიანთან აქვს და ამიტომ პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი გადადიან რაღაც უკანა პლანზე და ერთი ადამიანის პირად საკუთრებაში ხდება საქართველოს ბედის განსაზღვრა კონკრეტულ სახელმწიფოსთან. ეს ნორმალური არ არის. და ის ადამიანი, ვინც აქ ჩამოვიდა, ეს არის შეიხი. იმ ქვეყნის რაღაცნაირ პოლიტიკურ წყობაში, ხო, რომელიც მე არ ვფიქრობ, რომ ნორმალურია. ის არის პირველი პირი, მაგრამ ის ასევე მფლობელია საკუთარი სახელმწიფოს აბუ-დაბის. და როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილს მფლობელად მიაჩნია ამ ქვეყნისა საკუთარი თავი და იმის იმიტაციას ჩვენ შევეშვით, რომ ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტში რაღაც წდება, რაც ძალიან ბევრჯერ ხდებოდა ხო საქართველოში რომ გვაჯერებდა. და ამიტომ ელენეს ეს დაკავებაც რა თქმა უნდა არის ლოგიკური გაგრძელება. ეს გარემოს ჩვენ გვაქვს გზა და რამდენი შეუძლია კიდევ გაიღოს პროტესტს. მე ვფიქრობ, რომ პროტესტის სულისკვეთება არის უკვე ადამიანებს რა ამოწურავს. ეს პროტესტის სულისკვეთება არის უკვე გარკვეულწილად მე ვფიქრობ გაუთ
დაუტეხეთ. იმიტომ რომ 300 დღის მანძილზე არის მრავალი ათასი ადამიანი, რომელიც მზად არის ყოველ საქმე გადადოს და მიივიდეს იქ, სადაც საჭიროა, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ. ეს არასოდეს არ მოხდა საქართველოს. საქართველოს ქონდა გამოცდილება ძალიან მოკლე, ძალიან ეფექტური საპროტესტო ტალღების, რომელთაც ასევე ბრწყინვალედ მოახერხეს ჩამოშლა ხელისუფლება, მაგალითად ვარდების რევოლუციამ, ხო? იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია ცინდერში იყო არ თანამშრომლობის და ჩამოშლის მაგალითი და მისი წარმატებაც ამაში იყო. იმიტომ რომ როდესაც შევანოდნენ გამცადა და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ის გამოცხადა მხოლოდ ქაღალდზე. ყავდა მას მინისტრებიც, აღარავინ აღარ ემორჩილებოდა, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ მივდივართ ახლა მაგ მდგომარეობამდე. აი მაგალითად დღეს დილას რო გავცელდა ჭორი, რომ ვიღაც ნოშიკო ნამორაძე გაიქცა ქვეყნიდან. ეს ხალხისთვის არის კითხვის ნიშნის ამბავი, ხო? არის ხალხი. ფორმულას ინფორმაცია და ნამდვილად ის არ იმყოფება საქართველოში, ჭორის არ არის. მთელი ამბავი არის ის, რომ ეს არის დამაჯერებელი. ჩვენ რო დღეს საღამოს გავიგოთ, რომ გელა გელაძე რომელსაც შესაძლოა გაიქცა ქვეყნა, ესეც იქნება დამაჯერებელი. ანუ ღარიბაშვილის დაკავებას ეს არის ამბავი. იმიტომ რამდენიმე წლის ეს იქნებოდა წარმოუდგენელი. ასეთ ჩამოშლილი არ არის რეჟიმი, მაინც ზუსტი პარალელი რომ გავავლოთ ჩვენ. ასეთ ჩამოშლილი, მაგრამ ეს შევარდნაძის კორუფციისგან შეჭმული. არის ძალიან ლეგენდარული ფრაზა, ხო? გაკოტრება როგორ ხდება, ხო? დღითი დღე და მერე ედბაშად. ესე არის ჩამოშლის ამბავი, დღითი დღე იშლება. ჩვენ ნახეთ როგორ და აი აქ პოლიტიკური ლიდერების უნდა იყვნენ ზუსტად ამაზე იყო კითხვა, იმიტომ რომ პროცესი მართლა არავინ არ იცის, აი ყოველი მეორე დღე შეიძლება ისეთ სიურპრიზს ამზადებდეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობების მიმართ ჩიმშილია თან რაღაც დიდი ხანია უკვე ცალ-ცალკე მიდის. საზოგადოება ძალიან პასუხისმგებელია და არ დასჭირვებია მას არც ერთ მომენტში, რომ იქ ვინმე პოლიტიკოსი გამოსულიყო და რაიმე დიდზე აიღო პასუხისმგებლობა. უბრალოდ როცა უყურებთ ამ ხელა კოალიციას და მისი ყველა ლიდერი ციხეშია, ბუნებრივია ელენესთან დაკავშირებით, თან როცა მეგი დიასამიძე თავად გარეთ ეს კითხვაც როგორც დილემური გაჩნდა, ალბათ თქვენც საუბრობთ ამაზე პარტიაში ამ სიკეთეებსა თუ ნაკლოვანებებზე, იგივე რუიანის ფორმატთან მიმართებით რას ნიშნავს? მე ახსნე რატო არის მაგისტრის ვიყოთ პრინციპულები. პოლიტიკური ლიდერების ადგილი არის იქ, სადაც მათი პრინციპებია. თუ ჩვენი პრინციპები არის ართანამშრომლობის თაობაზე, მაშინ ჩვენი ადგილიც არის იქ, სადაც ართანამშრომლობის მაგალითები შეიძლება ვაჩვენოთ. სწორედ ამიტომ ნიკამელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე არ მივიდნენ იმ კომისიაზე. და წარმოიდგინეთ, ვინმე წარმოუდგენია, რომ ნიკა გვარამია, ნიკამელია, ზურა ჯაფარიძე რომ დამჯდარიყვნენ იმ ქალბატონ წულუკიანის წინ, რომ იქ რამე დებატს წააგებდნენ ამ ადამიანთან, ან ვერ აუხსნიდნენ, ან ვერ შეარცხვენდნენ მას. აი ეს არ წარმოგვიდგენია, ხო? ჩვენც ვიცით, რატომ არ მივიდნენ, იმიტომ რომ ისინი არ აღიარებენ ამ კომისიის, ღალატის კომისიის ლეგიტიმურობას, არ აღიარებენ იმ პარლამენტის ლეგიტიმურობას, რომელსაც ის შეადგინა და სწორედ ამაზე მწარდებიან, ხო? ქოცები. რასაკეთებს ხო პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს როგორ დაედევნა გახსოვთ ხო მაგიარებ ხო კითხვას თუ მისმევ ესე იგი მაგიარ რატომ იმიტომ რომ ის არ არის ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი მას ახსოვს დროს როდესაც შედიოდა ბრუსელის ყველა შენობაში და იქ ადამიანები ფეხზე დგებოდნენ და ესალმებოდნენ ახსოვს დრო როდესაც თელ სოფლიოს ყველა საერთაშორისო პანელზე ის იყო მიღებული ადამიანი და მას ეძახდნენ და პატივს სცემდნენ ხო მან იცის რომ ვერ გადის ვერსად უზბეკეთის გარდა და რომ საამიროების პრეზიდენტსაც რო შეხვდეს ამაშიც კი ბიძინა ივანიშვილთან მესამე კაცაც უნდა იდეს. აი ეს არის მნიშვნელოვანი. სინამდვილეში საერთაშორისო თანამშრომლობა, ისე როგორც ოცნების მონოლითურობა იყო საყრდენები, ისე როგორც კორუფცია იყო საყრდენი. ქართული ოცნებთან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელი საყრდენი უნდა მოვანგრიოთ იმისათვის, რათა ქართული ოცნების ჩამოშლა გამოვიწიოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ადგილი არის ეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გავსაზღვრავთ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას იმავე კრიტერიუმებით, როგორი კრიტერიუმებითაც შეიძლება გადავწყვიტოთ დიასამიძეს ან რომელიმე გულწრფელი, ნამდვილი სამაგალითო გმირის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იბრძვის თავისუფლებისთვის, ხო? ვინაიდან მათ აქვს სხვა პასუხისმგებლობა და სხვა პასუხისმგებლობა თუ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი მომიტინგე გარეთ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი არ თანამშრომლობის სვეტთან. და ეს არის მნიშვნელოვანი. ეს არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, აი დღეს მაგალითად მოვისვეს სრულიად უსირცხილო და ვიტყოდი პირდაპირ რომ აი ეს რაღაცა ეს არის ნამდვილად დამხმარე განცხადება ყველა ავტორიტარულ რეჟიმისთვის, რომელიც პირობებში ის გაკეთდებოდა, რაც მოვისმინე ბატონი ზაქარიაშვილის განცხადება, რომ ნარებზე არიან პოლიტიკოსები წამოგორებული და გახარია თითქოს უცხოეთთან მაინც იბრძვის. აი ესეთი
ხო არ მომისმენია. დაბალი დონის რაღაც არ ნავაკადროთ ერთმანეთს და არ ნავაკადროთ საქართველოს და მე ვფიქრობ აი ეს თითლიბაზობა ავტორიტარიზმთან ალბათ ციხეში ყოფნა კომფორტული იმას გონია ვინც არ ყოფილა ციხეში ეს მე შეიძლება ყოფილა კიდეც არ მე მგონია რომ აი ეს საბჭოთა დროს თუ გახსოვთ აი მაშინაც იყო ესეთი რაღაც რომ რაღაც მერაბ კოსტავა მაგალითად სინამდვილეში თურმე გარიგებული ვიღაცები იძახდნენ და რასაკეთებს ხო გადასახლებაში რა რამეს კი რამე კი არ უჭერს და ეს ხალხი არსებობდა ამას რატომ იმიტომ რომ სინამდვილეში დღევანდელი ავტორიტარული რეჟიმები რას ყველაზე ძალიან რას გვთავაზობენ ნიჰილიზმს იმას კი არ გვეუბნებიან რომ ისინი კარგები არიან იმას კი არ გვეუბნებიან რომ ისინი ვიღაცას ჯობიან ამ ქვეყანას არა ისინი გვეუბნებიან რომ ის რისკენაც მიდიხართ ისიც ცუდია ევროპაც ცუდია ჩვენი სხვა მოწინააღმდეგეები ცუდი არიან იმიტომ რომ ნახე რა ქნეს ციხეში ჩაშდნენ გეგონება ვიღაცას უხარია ციხეში ჩაშდო მაგ კაცი ტირო და მათი თავდაცვის მინისტრი ყოფილი რვაშვილის მამა ვარ და შეტევა მაგთან უნდა მიჭერთო ხო ცოლა როცა ციხეში და ეს რა ტრაგედიას შევესწარეთ ხო და ადამიანი და 20 წუთი რა ვიცი ძლივს მოვასწარეთ დანახვა ადამიანს აი პალტრანიუსზე ვნახე ფრაზა, რაზეც გიორგი საუბრობს, რომელიც ჯობს გახარია, რომელმაც განაგრძო ბრძოლა უცხოეთიდან, თუ ფიგურები, რომლებიც ნარებზე არიან წარმოწმენილები პრინციპში. ეს არის სამარცხვინო, ეს არის ფსკერი საქართველოს პოლიტიკის და ამას უნდა გაეცეს პატუხი. და ეს კაცი არის ტექნიკური კანდიდატი დღეს ქუთაისში. ყველა მიცის რომ ის ვერ გახდება ქუთაისის მერი, არავინ მე მგონი ქუთაისში საერთოდ მას პატივს არცევს და არ იცნობს და მიუხედავად ამისა, იმ ორმა პარტიამ იკადრა და ეს კაცი წარადგინა მერად. ისევ როგორც წარადგინეს ერთი სხვა კანდიდატის ზღოლი წარადგინა თუ არ ვწდები და სხვა კანდიდატის ზღოლი წარადგინეს მე მგონი თიანეთში ხო? აქედან გამომდინარე ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ. ასეთი ტექნიკურ ოპოზიციად ქცევა შეგვიძლია ყველას. ხო, აი ეს არის გზა და ნახავთ საზოგადოება. ეს არის გზა, ვიღაც ხალხმა გადაწყვიტა რომ ეს არის გზა მათი გადარჩენის ამ სიტუაციაში და ის რომ თითქოს გაქცევა და იქიდან ბრძოლა არის გმირობა და ციხეში ჩაждომა შენი პრინციპების გამო არის წამოგორება ნარებზე, აი ეს არის ამოტრიალებული სიმართლე. და ეს არის ქოცური სიმართლე. და არ შეიძლება რომ ამ სიმართლეს ვიღაცა თავს ვიტყვებ და უსმენთ. როგორც ერთხელ მოვიტყვეთ თავი, როცა გახარიამ თქვა რომ არავისთან არ გავაკეთებ მე კოალიციას და ვითომ ეს რაღაცნაირად თავი დავიბრუნოთ. სულ ყველამ რომ არ ვიცოდით ეს რას ნიშნავდა, ხო? სინამდვილეში ჩვენ უნდა ყველა ვამხილოთ. არ შეიძლება ადამიანი ევროპიდან აკეთებდეს განცხადებას, რომ მე მზადა ვარ არ ჩავშდე ციხეში. საერთოდ ესეთი განცხადება არ შეიძლება სასაცილოდ იქეთ რაღაცნაირად მივიღოთ. იმიტომ რომ ჩვენ მზად ვართ, არ დავარღვევთ ჩვენი პრინციპები. და ის ხალხი, ვინც არ აღღვევს თავის პრინციპებს, რაღაცნაირად კიდე მორალური სიმაღლიდან უგვესაუბრება, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, სად გადის ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა გადის ჩვენს თავდადებაზე. იმიტომ რომ ბიზნეს ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რომ ვერ გატყდება ტრამპი მისი ზეწოლით, ვერ გატყდება ევროკავშირი მისი ზეწოლით, მან იცის ერთ-ერთი რამ, რომ თუ აქ ვიღაცა შეაწუხებს, იქნებ რაღაცნაირად გატეხოს და სწორედ ამიტომ ზეწოლა მოდის პოლიტიკურ ლიდერებზე, ზეწოლა მოდის პარტიებზე, ზეწოლა მოდის აქტივისტებზე. და თუ ჩვენ არ გავწყდებით, გატყდება ის აუცილებლად ესე იქნება. საყრდენები როგორ ეშლება სხვადასხვა, ანუ მაინც ოპტიმისტურად უყურებთ ხო პროცესს? ძალიან ოპტიმისტურად უყურებთ, იმიტომ რომ რამდენიმე თვის წინაც კი ეს იყო წარმოუდგენელი იმ ოცნების მონოლითის აი ეს მოშლა, როდესაც დღეს უყურებთ, ეს იყო წარმოუდგენელი. პერსპექტივაში ამის მიმდინარეობას ხედავთ, შესაბამისად პროტესტსაც ხედავთ გრძელვადიანად და აქ შემოდის ეს 4 ოქტომბრის თემა, რომელსაც ამ ოქტომბერამდე მე ვერ ვიტყოდი რომ გრძელვადიანად ხედავთ მოკლევადიანად, მე ვხედავ პრინციპს, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს და ეს გამარჯვება დადგება 2-ში, 4-ში, 6-ში მე ამას არც ჩემ თავზე ვიძალადებ, რომ ეს რაღაცნაირად მოვახერხო და ვიწინასწარმეტყველო და არც ვინმეს შევთავაზებ, რომ მაინდა-მაინც ვიცი ზუსტად როდის დადგება. მე ვიცი რა დააყენებს ცვლილებას. ცვლილებას დააყენებს ოცნების ჩამოშლა, მისი მონოლითურობის ზღვა, მისი საერთაშორისო იზოლაცია, მისი ეკონომიკური იზოლაცია და დამაზიანებელი მგონია ის, რასაც აკეთებს ლელო და გახარია, როცა შედის თანამშრომლობაში და რასაც ვაკეთებთ ჩვენ, ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ ვამბობთ ყოველ დღე, სანამ ბიზნეს შვილი იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ ვიქნებით გარეთ, პროტესტი იქნება აქტიური, პროტესტი იქნება მზარდი და პროტესტი იქნება ყოვლის მომცველი. ისევ როგორც არ თანამშრომლობა რეჟიმთან. იცით, რა თქმა უნდა, გამორჩეულ თარიღს ვიყურებ, ვინაიდან ის ბევრი ადამიანისთვის იქცა გამორჩეულ თარიღად, არ შეიძლება პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა პარტიამ უგულებელყოს ადამიანთა განწყობა. ამიტომ რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია ახალი კოალიციასულების იქ იქნება წარმოდგენილი ყველაზე უფრო მძლავრად, როგორც ყოველთვის ყველა პროტესტის ჟამს, ეს ყველაზე სავალისწლოვანი პარტია საქართველოში და აქედან გამომდინარე იქნება ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი პარტიიდან ყველა დღეს, მათ შორის 4 ოქტომბერსაც გამორჩეულად. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე თარიღთან არის ჩემი გამარჯვება მიმული ან ჩემი ბრძოლის კულმინაცია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ქართულ ხალხს იმხელა გამოსცილება აქვს, რომ ის მიხვდება იმ დღეს, იცნობს იმ დღეს, როდესაც გამარჯვება დგება და ერთი რამ არის ცხადი. ჩვენი თავდადების გარეშე, ჩვენი გაუტეხელობის გარეშე ჩვენი არ თანამშრომლობის გარეშე არ იქნება გამარჯვება,
ბიძინა ივანიშვილის მონოლითურობის რღვევის, მისი საერთაშორისო იზოლაციის და მასთან არ თანამშრომლობის გარეშე არ იქნება მისი დამარცხება. მან კიდე ჩვენ როცა ვსაუბრობთ, შიგნით რამხელა დაპირისპირება ფაქტია, როგორ ხდება კონკრეტულ ადამიანებთან მიახლოება თუ ასე შემდეგ, მაგრამ ხომ არ არის ჩამოშლა, როგორც ასეთი ოპტიმისტური პროგნოზი, ფრთხილად რო შევხედოთ და ხომ არ არის ჩანაცვლება მაგალითად, ანუ კლანების ჩანაცვლებაც ხდება ხოლმე, ხო? აი ამაზე ადამიანები ძალიან ხშირად როცა რაღაც საჯარო მეტყველებაში დამკვიდრებულ კლიშეებად ქცეულ ფრაზებად არის უკვე ქცეული, ხო თქვენ არ გულისხმობთ ამ შემთხვევაში, მაგრამ აი რეჟიმის უსტება, რეჟიმის ჩამოშლის პირას არის. შემდეგ ამ სიტყვების მიმართ ადამიანებს ცოტა იმედი უცრუვდებათ ხოლმე და აი რეალურად რასაც ვუყურებთ, თქვენი აზრით რა გამორჩეულ მახასიათებლებს ატარებს, რაც თქვენ ამას გაფიქრებინებთ და ბოლო კითხვა იქნება. არის დავაკვირდეთ რა იყო ამ რეჟიმის საყრდენები და რამდენად მორყეულია ისინი. აი ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ ხედავდით მთელ ოპოზიციას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა აიძულა პარლამენტში შესვლა 2020 წელს, ჩვენ ხედავთ ახლა ცარიელ პარლამენტს და ჩვენ ხედავთ ახლა მხოლოდ რამდენიმე კანდიდატს იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომელიც შეეჩათ ხო ამ ხალხს, იმიტომ რომ სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანმა ხალხმა ეს პარტიები დატოვა და ჩვენ ესეც ნახეთ, ხო? სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო. და ერთმა ხელმძღვანელმა ქვეყანას დატოვა. ხო, სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ ალტერნატივას ხალხისა, რომელიც მოსყიდვაც, რომელიც ჩეთრებაც კოოპერაციაში, რომელთან გარიგებაც, ან რომელთან დაშინებაც ვერ მოახერხა მთავრობამ და ეს არის პირველად მთელი ამ 13 წლიანი ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ხო? ეს იყო ერთი საკითხი. მეორე, ლეგიტიმაციის საყრდენი, ხო, როდესაც ქართული ოცნება პოზიციონირებდა ისე, როგორც სამართლიანი ხელისუფლება. როგორც უფრო სამართლიანია რომ იყოს ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ვიდრე მისი ალტერნატივები. ხო, ასე პოზიციონირებდა ზოგჯერ წინა 9 წლის გამო, ზოგჯერ სხვა რაღაცის გამო, ზოგჯერ სხვა რაღაცის გამო, ხო? სინამდვილეში ჩვენ რას ვხედავთ ახლა? ქართულმა ხალხმა იცის, რომ ქართულმა ოცნებამ აწამა ასობით ადამიანი. ქართულმა ხალხმა იცის, რომ დააკავა ათობით ადამიანს, როცა დანაშაულთან არ ჩაულა. ის კი არა, უბრალოდ რაღაც მტკიცებულებები არ აქვს თან რაღაც. უბრალოდ საერთოდ ის დანაშაულიც კი არ არსებობს, რაზეც ედავებიან, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ირყევა და მან დაკარგა სამართლიანი უფლება იყოს ამ ქვეყნის წარმომადგენელი. რატომ? იმიტომ რომ გააყალბა არჩევნები, აწამა ხალხი და ეთითლებაზება რუსეთს, ხო? და მის ერთადერთ საერთაშორისო საყრდენად იყენებს რუსეთს და მასთან დაკავშირებულ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომელიც და რაოდენობაც მცირდება, ხმეთმადლობა, ხო? აი ეს სამართლიანობის ასპექტიც მოაკვდა და მას აღარ აღიარებს სოფლიოში არავინ. ეს კიდე ერთი საყრდენი საერთაშორისო კოოპერაციის რღვევა არის, ხო? რა ემატება? ამას ემატება ფინანსური საყრდენი, რომელიც ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო ქართულ ოცნებაში და დღემდე მას ბევრად მეტი რესურსი აქვს ვიდრე ჩვენ. ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ეს ჩემი აზრია, რომ რომელიმე ერთ კონკრეტულ შემთხვევას დაუკავშიროთ ჩვენი ბრძოლა, იმიტომ რომ ჩვენი სიმტკიცე, ჩვენი ზაობა იმისა, რომ ძალიან დიდ ხანს გაუძლოთ, არის თავარი ჩვენი იარაღი და ვეფხის თაოსანშიც ეს წერია. არსება მისი გრძელია მაგას ნიშნავს, რომ სიკეთე შეუძლია, რომ ძალიან დიდ ხანს გაუძლოს ბოროტების ზეწოლას და ეს არის მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ფინანსური საყრდენიც ხო ძალიან სერიოზულად არის. კორუფციის საქმე გვაჩვენებს, რა ტიპის და რა მოცულობის პლუს ამას ჩვენ ვხედავთ რიჟვაძის შემთხვევას, ხო, როდესაც მათ პირდაპირ ფულის ამოღება აქვს დაწყებული საკუთარი რიგებიდან. იმიტომ რომ მათ იციან რომ ვალები ვეღარ შემოაქვს, ნახევარზე მეტი ვალი ვეღარ აიყო ქართულ მოცემ ვიდრე უნდა აიღო, ეს ბიუჯეტის შეცვლების იქნება სერიოზული პრობლემა. ექსპორტი, იმპორტი იკლებს აგვისტოს მონაცემებით უკვე სერიოზულად. რას ნიშნავს ეს? სანქციები მატულობს. ყოველ ჩვენ ვიგებთ ლევან ვასაძე იქნება ეს თუ რუხაძეს ემუქრება სანქციები, თუ რომელ ბიზნესს დაემუქრება სანქციები, ეს ნიშნავს რომ ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში გაუარესდება და ეს პირველ რიგში გაუარესდება აი ამ დიდარი ადამიანების ხარჯზე. იმიტომ სინამდვილეში საქართველოს კონდებას დაპატრონებული არიან ესენი. ბიძინა ივანიშვილის გარშემო არსებულ კლანი და იქ არის რამდენიმე პატიოსანი ადამიანი, რომელიც რაღაცა შრომით რაღაც მოახერხა და დააწმუნებული რომ მათ არავინ დაასანქცირებს. ხო, ეს ჩვენზე კარგად იციან ევროპელებმა. ამბავი არის ის, რომ ეს ხალხი სანქცირდება, ასობით შეიძლება დასანქცირდნენ მეგობარი აქტის მიღების შემდეგ, იმიტომ რომ 2014 წლიდან დღემდე ვისაც კი საქართველოს ევროპული გზისთვის უღალატია, ყველა შეიძლება მოხდეს ამ სიაში თავის ოჯახის წევრებით. აქედან გამომდინარე საფინანსური საყრდენიც ირღვევა. რა რჩება? რეპრესიები, ხო? ეს რეპრესიებიც ნახეთ ყველაზე უფრო დაუნდობელ გამოხატულებაში დეკემბერში და იანვარში. ერთი ადამიანიც კი არ გატყდა დაჭერილებით. ესეთი რამ არის ისტორიული გმირობის მაგალითი საქართველოში, ესეთამ არ მომხდარა არასდროს, რომ არც ერთი დაკავებული არ გამტყდარიყო. აი ჩვენ აი ეს ნაბიჯი შეგვიძლია შევხედოთ. დიდი მადლობა გიორგი, საინტერესო იყო. როგორ ინგრევა ბიძინა ივანიშვილის. თქვენთან საუბარი